ახალი წელი პოლიტიკაში განსხვავებული დღის წესრიგით დაიწყო. საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთა დელეგაცია ეწვია. 2016 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებული მოლოდინებით, სამომავლო გეგმებითა და სერიოზული შედეგის მიღწევის იმედით იყო აღსავსე. ძირითადი აქცენტები კეთდებოდა სავიზო ლიბერალიზაციისა და შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის პერსპექტივებზე. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს 2016 წელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებდა. რუსეთი კი კვლავაც განაგრძობდა საოკუპაციო რეჟიმების გამტკიცებასა და საკუთარი ზეგავლენის ბერკეტების გაძლიერებას რეგიონში. საქართველოს ისევ მსოფლიო თანამეგობრობისა და წამყვანი ქვეყნების დიპლომატთა ყურადღების ცენტრშია. ამის დასტურია ახალი წლის პირველ დღეს ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფის ჯონ მაკეინის, ლინდსი გრემისა და ემი კლობუშარის სტუმრობა საქართველოში. თბილისში ჩამოსვლისთანავე ამერიკელ სენატორთა დელეგაცია გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტია განთავსებული. დელეგაციის წევრებს სახელმწიფო უსაფრთხოების საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცნეს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე, რაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ამერიკელ სენატორთა ჯგუფს ის პრობლემებიც გააცნო, რასაც მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით ადგილნაცვალ პირებს, რომლებსაც დაენგრა ცხოვრება, უფლება აქვთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს დაუბრუნდნენ. ჩვენ ვიმუშავებთ ამ კუთხით, რათა გავაგრძელოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. სენატორებმა დღეს საკუთარი თვალით ნახეს ის საქართველოს მოქალაქე, რომელიც სწორედაც უკანონოდ აღმართული მავთულხლართების შედეგად ოკუპაციის ხაზს მიიღმა და ზოგადად იზოლაციაში მოექცა. ცხადია, მსგავსი ტიპის ვიზიტები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედაც ყველაზე მოხსენებული პრობლემის თუ გამოწვევების მოგვარება მათი უშუალო და მთლიან საერთაშორისო თანამეგობრობის უშუალო მონაწილეობით არის შესაძლებელი. დღეს აქ რომ მოხვალ, ეს იმას ნიშნავს, თუ რაოდენ დიდი მხარდამჭერი ხარ შენ ამ ქვეყნის. როგორ გიყვარს ქვეყანა, როგორ ვერჩი უდგეხარ მას, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის უსაფრთხოება, ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ამ ქვეყნის ინტეგრაციული პროცესები შენთვის. ამიტომ მე მინდა ჯონ მაკეინს და არა მხოლოდ მას მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენ ამერიკელ მეგობარს აქ ვიზიტისთვის. საოკუპაციო ზოლის მონახულების შემდეგ ამერიკელი სენატორები პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოების, საქართველოს-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ სენატორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან სტუმრობის გამო. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამერიკელ სენატორთა ჯგუფი კრწანისის სამხედრო სასწავლო ცენტრს ეწვია, სადაც მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. ბაზაზე ქართველი და ამერიკელი სამხედროები ერთობლივ წვრთნებს გადიან. ჯონ მაკეინმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საქართველოს-ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზეც ისაუბრა. 2017 წელს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს $48 მილიონ გამოუყოფს. ეს დახმარება ყოველწლიურად გაიზრდება $20 მილიონი და მისი მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისათვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა გამოვხატოთ ქართველი და ჩვენი სამხედროების მიმართ, რომლებიც ერთობლივად იცავენ რეგიონის უსაფრთხოებას. ვლადიმერ პუტინმა მოახდინა საქართველოს ნაწილის ანექსია, მაგრამ რუსული ჯარები აუცილებლად დატოვებენ საქართველოს და საქართველო გახდება ერთიანი და თავისუფალი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები და მიზნების განხორციელებას უკვე წელს შეუდგებით. კერძოდ სურს რომ მაქსიმალურად მეტი ინვესტიციები ჩაიდოს შესაბამისი საბრძოლო საწვრთნელი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სათანადო აღჭურვილობისთვის და ის რეფორმები, რომელიც უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს თავდაცვის უწყების ფარგლებში, მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით უფრო თავსებადი გახდეს ნატოსთან. ამერიკელმა სენატორებმა თბილისში ვიზიტის დროს ძალიან ბევრჯერ ახსენეს რუსეთის პრეზიდენტი. აღინიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან კომპრომისზე არ წავა და რომ არ გადაიხედება ყირიმის ანექსიის კვალდაკვალ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
ჩვენი მთავარი გზავნილია 2017 წელს, რაც შეიძლება მეტი და მეტი სამხედრო მხარდაჭერა საქართველოს, მეტი ეკონომიკური ინტეგრაცია, უფრო მეტი რეაგირება მოვახდინოთ რუსეთის ქმედებების მიმართ. დროა პუტინმა გაიგოს, რომ მსოფლიომ საკმარისზე მეტი ნახა. საქართველოს ცენტრალური ფიგურაა და მან გადაწყვიტა იყოს თავისუფალი. რუსეთი ცდილობს დააკნინოს დემოკრატია მთელ მსოფლიოში. ახლა დადგა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დრო. ის მკაცრად უნდა შეეხოს პუტინს, მის ენერგოსექტორსა და საბანკო სექტორს. 2017 წელი შეტევის წელია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რას ვწირავთ, თუ კი არ შევეწინააღმდეგებით რუსეთს. ასე რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია სენატორთა ვიზიტმა. ხელისუფლება და ოპოზიციაც საუბრობს მის დადებით მნიშვნელობაზე. გავლენიანი ამერიკელი კანონმდებლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებით ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეეგუება რუსეთის აგრესიულ და დესტრუქციულ პოლიტიკას და ამერიკა არ მიატოვებს თავის პარტნიორებს რუსეთის სამეზობლოში. ამ მომენტში ასეთი რანგის პოლიტიკოსების ჩამოსვლა და მათგან მოსმენა, რომ გრძელდება საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა, რომ გრძელდება ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ნატოში გაწევრიანების მიმართ, რომ გრძელდება ამერიკის მხარდაჭერა ქართული დემოკრატიის მიმართ. დღევანდელ დღეს გარდამავალ პერიოდში, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ემზადება ოფისში შესასვლელად, აი ამ დროს ასეთი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია და ხაზგასმა იმაზე, რომ საქართველო არის ის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ძალიან ღირებულია, ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნა ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა გადაიდგეს აი ამ თანამშრომლობის გასაძლიერებლად. საქართველომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ადამიანის უფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კუთხით. საქართველო არის სტაბილური ქვეყანა რეგიონში და ის იმსახურებს მეტ თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორთან. სწორედ ეს საკითხები იყო განხილული ვიზიტის დროს და ჩვენ შევთანხმდით მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის საქართველოს ახალარჩეულ პარლამენტსა და ახალარჩეულ კონგრესს შორის, რა თქმა უნდა, ახალ ადმინისტრაციასთან, მას შემდეგ, როდესაც მოხდება უკვე პრეზიდენტის ინაუგურაცია და ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის წლები გველოდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან.